რიოს ოლიმპიადისთვის დისკვალიფიცირებულ ქართველ მოცურავეს დოპინგის მოხმარება არ დაუდგინდა. ასეთია განმეორებითი ტესტის პასუხი. ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი ბოლქვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლა მასწორედ ამ შეცდომის გამო აიკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს გამოძიება დაადგენს. დეტალებს რატი ხვისტანი მოგვიყვება. ძალიან კარგი ამბავი. ამ სიტყვებით იწყება პოსტი, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველმა მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ დაწერა. როგორც დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო საქართველოში დარჩენილი ქართველი ოლიმპიელი წერს განმეორებითი ტესტის პასუხმა აჩვენა, რომ მას დოპინგი არ მოუხმარია. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ირაკლი ბოლქვაძის განმეორებითი დოპინგ ტესტის შესახებ კომენტარს აკეთებს ცურვის ფედერაციის პრეზიდენტი. დავით რურვა სინანულს გამოთქვამს, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს ცურვის ნაკრების პირველი ნომერი შეცდომის გამო ვერ გაემგზავრა. კარგია რომ მეორეჯერ რო გაისინჯა ეს ბიჭი რო არ აღმოაჩნდა. მეორეჯერ გაისინჯა, მაგრამ ვერ გაველოდეთ ჩვენ ამ მას აქვია ამერს ორი კვირის შემდეგ უნდა ჩამოშლილიყო. მეორეჯერ უნდა გასინჯულიყო, მაგრამ მეორეჯერ უკვე ვერ ვახსენებთ ამ ბიჭის გასინჯვას და გავუშვით რევიშვილი. ამით რა დაშავდა ეხლა? დაშავდა ის რომ ეს ბიჭი გული გაუცრობდა. პირიქით მაგრამ უნდა მოინდომოს. არ აღმოაჩნდა, ეხლა მაგრამ უნდა დაეწყოს და დაუმტკიცოს. ფედერაციასაც, სამინისტროსაც და იმასაც, რა ქვია, ოლიმპიურ კომიტეტსაც რომ მაგარია და მართალი იყო. დოპინგ კონტროლის ჩაგდების გამო ირაკლი ბოლქვაძემ მსოფლიოს უდიდესი სპორტული ფორუმის გარეშე დარჩა. მის ნაცვლად კი რიოში ირაკლი რევიშვილი გაემგზავრა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა. რიოს ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე დიდი დოპინგ სკანდალის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად რუს სპორტსმენებს უკავშირდება. მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა რუსეთის მძლეოსნობის ნაკრების გარეშე ჩაევლის. სულ ოლიმპიადაზე 80 რუსი სპორტსმენი ვერ გაემგზავრა. მიზეზი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც 2014-2015 წლებში რუსი სპორტსმენები სისტემატიურად იღებდნენ დოპინგს. დანაშაულის დამალვაში კი მათ სახელმწიფო სტრუქტურები ეხმარებოდნენ. აკრძალული პრეპარატის მიღება სხვა ქვეყნების ცალკეულ სპორტსმენებსაც დაუდგინდათ.